მოგესალმებით ტრეიდერებო. დღეს ხუთშაბათია 12 მაისი, გადავხედოთ გუშინდელ მოვლენებს. გუშინ ცნობილი გახდა ნავთობის მარაგებისა და მოპოვების მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა და წარმოადგინა ყველაზე დაბალი მონაცემი ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან უარყოფითად აისახება ისეთ ქვეყნებზე, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი ნაწილი წარმოადგენს ნავთობს, როგორებიც არის მაგალითად კანადა. ამასთან გუშინ გავიგეთ დიდი ბრიტანეთის სამეწარმეო პროდუქციის მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალანსდა, რადგანაც წარმოადგინა ზრდამ 0.1%, როდესაც წინა თვეში შემცირდა ეს მონაცემი 1.0%, რაც წარმოადგენდა 2015 წლის ყველაზე დაბალ მონაცემს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდ ბრიტანეთში შეინიშნება ეკონომიკის სტიმულირების, ეკონომიკის წინსვლის ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსები. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ ბრიტანული ფუნტის სიძლიერე უახლოესი 1 თვის განმავლობაში. გადავხედოთ დღევანდელ მაკროეკონომიკურ მოვლენებს. დღეს, როგორც მოგახსენებთ, ხუთშაბათია და კვირის განმავლობაში ყველაზე დატვირთული მაკროეკონომიკულად, რადგანაც ჩვენთვის ცნობილი გახდება ადგილობრივი დროით 5:09-ზე, ანუ 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკის უმუშევრობის საჩივრები. ამერიკის უმუშევრობის საჩივრები ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა წინა კვირაში, ანუ გაიზარდა უმუშევრობა ამერიკაში, შესაბამისად შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი და მიაღწია 277,000 საშუალო სტატისტიკური მონაცემით შტატზე. ამ ეტაპზე პროგნოზირებულია 270,000, ანუ თითქმის იგივე დარჩება დიდი ვარაუდით ამერიკის უმუშევრობა, მაგრამ ეს არ მოახდენს დიდ ზეგავლენას ტრენდზე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამასთან დღეს ყურადღება მიაქციეთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს დიდი ბრიტანეთიდან. დღეს დაგეგმილია დიდი ბრიტანეთის საპროცენტო განაკვეთის რელიზი, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის რელიზი და ასევე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მარკ კარნის პრესკონფერენცია, რომელიც განმარტავს მაკროეკონომიკურ მოვლენებს ბოლო 1 თვის განმავლობაში და უახლოეს პროგნოზებს. ერთობ საინტერესო პრესკონფერენცია იქნება, რაც ჩამოაყალიბებს ბრიტანული ფუნტის ტრენდს უახლოესი 1 თვის განმავლობაში. დიდი ვარაუდით საპროცენტო განაკვეთი ბრიტანეთში არ შეიცვლება, ამ ეტაპზე 0.50-ია და ასე უკვე რამდენიმე თვის თითქმის 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად პროგნოზი არის ის, რომ საპროცენტო განაკვეთი დარჩება იგივე, რა თქმა უნდა, გამომდინარე ბრიტანეთის ეკონომიკის სისუსტისგან და ზოგადად ევროზონის ეკონომიკური სირთულეებიდან. შეეხება ტექნიკურ ანალიზს, ტექნიკური ანალიზის მიხედვით გუშინ დოლარი, ამერიკული დოლარი მნიშვნელოვნად შეიცვალა და შესუსტა ევროპულ ვალუტებთან მიმართებაში და ასევე კანადურ დოლართან მიმართებაში. მან დათმო თავისი პოზიციები, მაგრამ რაც შეეხება აზიურ ვალუტებს, როგორებიც არის ავსტრალიური დოლარი, იაპონური იენი და ახალზელანდიური დოლარი, თითქმის იგივე დონეზე დაიხურა ბაზარი, რა დონეზეც დაიწყო ავსტრალიური სესიის დროს. დღეს შედარებით მოსალოდნელია შედარებით უფრო დიდი მოძრაობები სავალუტო წყვილებზე საერთაშორისო სავალუტო ბაზრიდან, რადგანაც როგორც მოგახსენებთ, ხუთშაბათი ძალიან დატვირთული დღეა, შესაბამისად იმ პერიოდში, როდესაც ერთმანეთს დაემთხვევა ამერიკული და ევროპული სესიები, ანუ დაახლოებით 5:09-დან 8-9 საათის დიაპაზონში მოსალოდნელია საკმაოდ ძლიერი ფორსირებული მოძრაობები სავალუტო ბაზარზე, თითქმის ყველა სავალუტო წყვილზე, ამიტომ ივაჭრეთ ყურადღებით, შესაძლებელია რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული news trading-ის სტრატეგიის გამოყენება, ანუ შეგიძლიათ ივაჭროთ ახალ ამბებზე, მაგრამ რა თქმა უნდა დააყენეთ stop loss-ი და გაითვალისწინეთ თქვენი რისკები. დღეს მე ამით გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას და ნაყოფიერ დღეს. ხვალამდე.